ვარდნაძე ვინ მონათლა ხო იცით. ეხლა არ გინდათ ეს რაღაცა თქვა აზრების გამოხატვა იმაზე რომ აი იწამა და რაღაცა იცით რა არის? როდესაც შენ 1000-ზე და 10000-ობით მეტ ადამიანს დაუნგრევ ცხოვრებას, გაამწარებ და შენი აი ეს გაბოროტებული სულიდან გამომდინარე რომ აი ასეთ რაღაცებს დათესავ ამდენ ბოროტებას, ხო? ერთი ნათლობა მე მგონია რომ ვერ შეცვლის. ეს ედუარდ შევარდნაძე არ იყო ის ავაზაკი, რომელიც ხელმარჯვნივ იყო ქრისტესგან, რომელმაც პატიება თხოვა მას და თხოვა რომ ილოცე ჩემთვის სასუფეველში რომ იქნებიო და ქრისტემ ხო რაც უპასუხა კი იცით რომ შენ იქნები პირველი ვინც სასუფეველში შევავდა. ეხლა ეს თემები რატო გამოვარცე? შორს არ წავედი თქვა რა იქით მოუვარე და ასე შემდეგ, ხო? აი რას ვამბობ რომ არჩილ მინდიაშვილი ეს არის კაცი, რომელიც ამ ყველაფერზე დადუმდა, ხმა არ მოიღო საერთოდ. არ ამხილა ბატონო გდელთავრები თვითონ პატრიარქის, რომელიც მაგალითად მონაწილეობას ოფიციალურად ღებულობდა ამ ყველაფერში და 9 აპრილის ტრაგედია ეკლესიამ ძალიან კარგად იცოდა რა მოხდებოდა და მე ვფიქრობ უფრო ვაშკაცური ზომები უნდა მიღებულიყო იქ და სასულიერო პირები უნდა მდგარიყვნენ და გადაფარებოდნენ იმ ხალხს და არა ის რომ მოტრიალდნენ და გავარდნენ, გაიქცნენ იქიდან წავიდნენ. ან კიდე მეორე, არ უნდა ეს ქარაგმებით საუბარი, ხალხს მოკლას აპირებენ, დასჯას აპირებენ. რა თქმა უნდა გადავიდეთ ქაშვეთში და ვილოცოთ. პირდაპირ თქვი აპირებენ თქვენს დასჯას, სხერპლი უნდა იყოს ბატონო, გოგა ხაინდრავა გადაგიღებთ ვიდეოს და აი ეს ყველაფერი რომ ავიცილოთ თავიდან. ქალები, ბავშვები ბატონო გაიყვანეთ ტერიტორიიდან და სასულიერო პირები ხატი დაედოთ ბატონო იქ, ჩამდგარიყვნენ და ელოცათ. არა მგონია ეხა იმდროინდელ ცეკას და იმას გაებედა რომ თავისივე თქვა დაბერბორყებული და გადაბირებული კაცი ვინმე იქ დაზიანებულიყო. ხალხი გავიდა, გაერიდა რა, იქ ლიდერების პოზიციას არ მომეწონა მე რა თქმა უნდა. რომ ეს ცხოვრებაში ერთხელ დგება მომენტი და ასე შემდეგ და იქ სხვა იღუპება და შენ ლიდერი ცოცხალი რჩები. ეს სიტუაციას მე დღემდე კითხვის რაღაც კითხვები მაქვს, მაგრამ ეხლა ისე რომ მოუბრუნდეთ ამ მამაოს არჩილს. არ ამხილა მან ეკლესია, არ გამოვიდა და ერთი სიტყვა არ თქვა ხმამაღლა რომ აი ზვიად გამსახურდიას ვინც ესე მოექცა და ასე შემდეგ ის იყოს შეჩვენებული ბატონო. დასჯილი იყოს, თქვათ მოხსნილი იყოს, თქვათ ზიარებიდან და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არ ყოფილა და სხვათა შორის ამ სასულიერო პირს ყავდა დიაკვანი, რომელიც მღვდლად უნდოდა რომ ეკურთხებინა და რომელიც ამ ადამიანის კურთხება გააჭინაურა საპატრიარქომ ბატონო და აი ესეთი რაღაცა თქვა. რა თქმა უნდა იქ კი არ თქვა, ანუ გარეთ გამოვიდა. ქართულ ვარიანტში პირს უკან ვაგინებთ, პირში ვაქებთ. ზოგიერთ ქართველს ეს ახასიათებს სამწუხაროდ რა, რომელიც გამოსასწორებელი არის და უყურეთ რა ხდება. მაინც და მაინც მამათმავალი უნდა იყოსო, რო ვაკურთხონო. მამა არჩილ. საიდან იცით თქვენ რომ ეკლესიაში არიან მამათმავალი სასულიერო პირები? ან კიდე თუ არიან ვინ არის ნეტა? თუ იცი ვინ არის, რატო არ ამხელ? რატო არ ხდება თქვა შეკრება, რომ ასეთი სასულიერო პირები განიდევნონ ეკლესიიდან? მაგრამ არა, მამა არჩილ, შენ იცი როგორი კაცი ხარ, აი პირდაპირ გეუნები. მედროვე ხარ, სასაფლაოზე გახ ტაძარი, შემოსავალი გაქვს ბატონო, პანაშვიდი, ეხა ყოველ აღდგომას, მანდ რა თქმა უნდა, ანუ აუვალი ის გექნებათ, ხო, ეს პანაშვიდები და ისე და რა თქმა უნდა მედროვე ხარ, თქვენ გაჩუნდებით, თქვენ ვერაფერს ვერ იტყვით იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელ სისტემასაც თქვენ ემსახურებით. და არ გინდათ ეს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელით მანიპულირება, იმიტომ რომ ეს ხალხი ვინც დასაჯა, ვინც გაწირა და ვინც მათ დამხობაში და განადგურებაში მიიღო მონაწილეობა, თქვენ ზუსტად იმ ხალხს ემსახურებით და ხმა არ ამოგიღიათ ამ ყველაფერზე და ეხლა დაბერდით, არ ვიცი შეიძლება ნებები შემოგაწვათ, ის ნებები, რომლებიც ახალგაზრდობაში შეიძლება ვერ დაიკმაყოფილეთ და ქალებს უკანალში
და მკერდში უყურებთ რა. თურმე თმიანი ის აქო და ასეთი რაღაცები. შენ სად იყურები, ვის უყურებ, რაში გაინტერესებს. ან მერეც მეორე, რა შენი საქმე არის, ვინ რას ჩაიცმევს და ასე შემდეგ. ტაძარში მოვიდა ვინმე შენთან ასეთი ჩაცმული? თუ ესეთი ჩაცმული მოვიდა ადამიანს უთხარი უბრალოდ აუხსენი სიტუაცია, რომ შემდეგისთვის გაითვალისწინეთ ბატონო, მაგრამ მე ვფიქრობ თქვენი მხრიდან ეს ულამაზო იქნება, იმიტომ რომ ადამიანს ფიქრი გაუჩნდება, რომ მამაო, მე უკანალში მიყურებდაო რა. და მეორე კიდე, რომ ამბობთ, რომ ესე იგი ჩანთაო არ გადაიყიდოთო ესე, ანუ ესეთი მიმართულებით, ან მარჯვნიდან, ან მარცხნიდან, რომ მკერდი გამოყოფილი ჩანსო და კაციაო. აბა მოდი ეხა გავაკეთოთ ესეთი ცდა. აი ეხა უყურეთ, აგერ ბატონო, ღვედი. ეხა არ ვიცი თქვენ კაცები გევასებათ თუ არა, მაგრამ ისე ვამბობ უბრალოდ. აი ღვედი მაგალითად ყოფს შუაში, ხო, მკერდს. ღვედიც არ გავიკეთოთ? ქალებმა, ანუ ღვედი არ გავიკეთოთ და ჯარიმა გადავიხადოთ, იმიტომ რომ ღვთის წინაშე ვიყოთ მართლები? აი რებს ბოდავ საერთოდ რის უფლებას აძლევს შენ თავს? აი ეს მაინტერესებს უბრალოდ რა. და ეს იცით რატო არის? აი უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ, გამიგე? თორე ღვთელს რა უფლება აქვს საერთოდ რიქადაგოს ვის როგორი მკერდი და რანაირი მკერდი ექნება? თქვენ მეუფე სერაფიმე ხო არ გაგახსენდათ? იმის მკერდის გაზდის ლოცვებს რო იმაშება, იგონებს რაღაცეებს. ბიჭო, ერთ რაღაცას გეტყვით რა, არის რაღაცეები, რაც შეიძლება ადამიანმა, აი თქვა რომ არაუშავს, მოუვიდა ადამიანზე გავუვიდა. შენ რაზეც სალაპარაკო არის, იმაზე ილაპარაკი, გამიგე? ჯერ. ხო და შენ სახლში დაალაგე, ჯერ შენს ეკლესიაში დაალაგე, რა ხდება და როგორ ხდება, გამიგე? და მერე გამოდი და გარეთ დაუწყე ქალებს უკანალში ყურება, გამიგე? და სხვა დანარჩენი კიდე, ეხლა ძალიან ბევრი რო არ გამიგრძელდეს, ხო? ერთი რაღაც დაიმახსოვრეთ რა. ის ადამიანები, რომლებიც ქრისტეს სახელით ატყუებს სხვა ადამიანს, თქვენ სასჯელს აუცილებლად ან ამ ცხოვრებაში ბატონო, ან იმ ცხოვრებაში მიიღებთ, რომლითაც მაგალითად თქვენ მერე ღვთის წინაშე ვერ იტყვით იმას, რომ არ ვიცოდით რას ვაკეთებდითო რა. ყველაფერი ბატონო დაწერილი არის, ახსნილი არის, წაიკითხე, წიგნი გადაშალე და გაიგებ. ვისაც გაგება ჭირდება. და არჩილ მინდიაშვილისნაირი ადამიანები, ვინც ახლა მოხიბლულები ხართ მისი ქადაგებებით და ასე შემდეგ, ხო? რა გითხრათ, აი უყურეთ ამ მამაოს რა, რომელიც იმის მაგივრად, რომ რაც ყველაზე მთავარი პრობლემა არის და ეკლესია რო გასაწმენდია და ქვეყანა გასაწმენდია და უკვე უფსკულის პირას არის მისული, იმის მაგივრად კაცი უყურებს, ვის მკერდი გაყოფილი აქვს და ვის თმიანი ზურგი აქვს ბატონო. ხო და რა ვიცი მამაო, ახლა შენ თუ იმის რა ქვია ეპილაციის ბიზნესის დაწყებას აპირებ, ეგ არ ვიცი, მაგრამ ხო რაღაც იმას ნამიოკებს ვამჩნევ რა და ამიტომ რავი რა გითხრათ აბა? აი ის ხალხი, რომელიც ამას იწონებს, რაღაც 2000 ადამიანმა დაალაიქა ეს კიდე დადებიდან. იმის მერე კიდე რა თქმა უნდა დაალაიქებდნენ, ხო? მაგრამ აი ისე მაინტერესებს უბრალოდ რა არის მოსაწონი ამაში? რომ ღვთელი სექსუალური მიმართულებით გიყურებს და კაცი იძახის კაცო ვიდეოში პირდაპირ ამბობს მე ღვთელის გარდა კაციც ვარო, ანუ აღვეგზნები ხოლმეო რა. ჩემი შეხედულებით ეს კაცი გასაგდები არის ეკლესიიდან რა. როგორც კიდე სხვები. როცა დედაკაცებს ასე შუაზე გიკიდია ჩანთა, კერდია გამოყოფილი. ეს არის სიძვანი. როდესაც ესე იგი თქვენ შეიძლება ამიტომ არ იკეთებთ ასე მორწმუნეები ჩანდეს, მაგრამ იცოდეთ ეს არის მე გარდა მგლისა ვარ მამაკაცი. როცა ადამიანი მამაკაცი შეხედავს დედაკაცს გამოკვეთილ მკერდზე, რა თქმა უნდა არაწმინდა აზრები იპადება. შეიძლება ეს აზრები უარყოს, შეიძლება არც უარყოს. და თქვენ რო იკეთებთ რა გემატებათ? ანუ კანატანი რო არ ჩაიხადო ბოლო კაბათუ შორტი და არ გამოაჩინო, რა. მაპატია ცოტა ვულგარულია, მაგრამ უნდა თქვა ამდენი ბანჯგვლიანი თუ იყო ქალებში არ ვიცოდი. ჩაიცვით, აიწიეთ და გადაიფარეთ. გული არ აგვერიოთ მამაკაცებს რა. გოიბე მხდელია რა ეს.